გამარჯობათ. ღმერთი არის ხელოვანთა ხელოვანი. რომ დაფიქრდე ადამიანი, ვისთან გაქვს საქმე, რისი გაკეთება შეუძლია მას, გაოგნებისაგან დადუმდები. თუნდაც იმის გააზრებით, რა უძლურები ვართ ჩვენ, მასთან შედარებით და რა უნიჭოები. ის არაფრისგან ქმნის ხილულ და უხილავ სამყაროებს, ამკობს და ალამაზებს. შევხედოთ ცას, მიწას, ბალახს, როგორ გალობენ ჩიტები, რა სიბრძნით და სილამაზით არის შექმნილი. ყველაფერი, ცოცხალი და უსიცოცხლო ბუნება. ყველაზე უფრო ლამაზი ადამიანი, საერთო ჯამში, უბრალოდ გაცოცხლებული მიწაა. მაგრამ ადამიანს გამორჩა, რომ არსებობს, სამწუხაროდ არსებობს, ანტიხელოვანიც თავისი ანტიხელოვნებით. დამახინჯებული, გაუკუღმართებული, უკურნებლად დაზიანებული პიროვნებები, უხილავი პიროვნებები, რომლებიც ცხოვრობენ ამ პლანეტაზე, ელოდებიან სამსჯავროს და მანამდე მხოლოდ ერთი საქმე აქვთ, როგორღაც ადამიანები თავისნაირები გახადონ. ისინი უკუღმა ხედავენ სამყაროს. მათი სიყვარული ეს არის სიძულვილი, მათი სილამაზე ეს არის სიმახინჯე. და ისინი ცდილობენ, რომ ეს ყველაფერი ჩვენ დაგვაჯერონ. მათი იარაღი არის სიცრუე. ისინი სიცრუით ცდილობენ ადამიანები თავისნაირები გახადონ. ადამიანი არის სამება ღმერთის ხატი. მამა, ძე და სულიწმიდა ადამიანში გამოისახა, აღიბეჭდა, როგორც სულის სამი ძალა, გონება, აზრი და სული. გონება აზროვნებს, სული კი გრძნობს. ამის გამო ადამიანის მთელი ცხოვრება აზრებზე და შეგრძნებებზეა დამოკიდებული. აზრებზე და შეგრძნებებზე დამოკიდებული ნაკეთობის დასაღუპად ეშმაკი ანხორციელებს შეტევას აზრებზე და შეგრძნებებზე. აზრობრივად მოსაწამლად ის იყენებს ცრუ აზრებს, ცრუ რელიგიებს, ცრუ იდეოლოგიებს, ფსიქოლოგიის სახელს ამოფარებულ ანტიფსიქოლოგიას, სადაც ღვთის საწინააღმდეგო აზრები იქადაგება როგორც ჭეშმარიტება. თვითმკვლელობას ასეთი შეშლილი ფსიქოლოგები ზოგჯერ თავგანწირვას უწოდებენ, ქურდობას რესურსების ოპტიმიზაციას, თავხედობას უფლებების დაცვას, სიამაყეს კი ღირსებას, სახელების გადარქმევით შინაარსს უცვლიან, ასე ატყუებენ ადამიანებს. გრძნობების მოსაწამლად კი ეშმაკმა გამოიყენა ეგრეთ წოდებული ხელოვნების მოღვაწეები, პოეტები, მელექსეები, მსახიობები, თეატრები, სერიალები. ხელოვნების სახელს ამოფარებული ანტიხელოვნება. ანუ, თუ ფსიქოლოგიაში ხდება ადამიანის აზრით მოტყუება. ხელოვნების მოღვაწეები ადამიანებს ატყუებენ ემოციებში, გრძნობების დონეზე. რომ ეშმაკის ცეცხლი თუ წაეკიდა ადამიანს, იმას ეგონოს, რომ ეს არის სიყვარული. მარტო ღმერთმა იცის, რამდენი ადამიანი დაიღუპა დროშიც და მარადისობაშიც იმის გამო, რომ ეშმაკის ეს შხამიანი ვნებების კოქტეილი, სიამაყის, სიძვის და სასოწარკვეთილების ნაზავი ადამიანს სიყვარული ეგონა. მარტო აზრებით არ იჭრება ხოლმე ეშმაკი ადამიანის გონებაში, არამედ გრძნობებითაც. ადამიანი გრძნობს სიყვარულს, სიძულვილს, აღფრთოვანებას და გონია ხოლმე, რომ ეს არის გარემო ფაქტორებზე რეაგირება. მაგრამ სინამდვილეში ეს არის ხოლმე გარედან შემოსული მტრული გონების მოქმედება. გრძნობებით მოტყუებულმა ადამიანმა შეიძლება თავიც კი მოიკლას და მას ეგონება, რომ ამას აკეთებს სიყვარულის გამო. ლოცვა, მარხვა, აღსარება და ზიარება ანთავისუფლებს ადამიანს ამ უხილავი ბორკილებისაგან. არსებობს რვა ვნება: ნაყროვანება, სიძვა, ვერცხლის მოყვარეობა, მრისხანება, მწუხარება, მოწყინება, პატივმოყვარეობა და ამპარტავნება. ანტიხელოვნების მოღვაწეები დაკავებულები არიან ცოდვილი გრძნობების ლეგალიზებით. ეშმაკი არის ვნებათა მშობელი, ვნებათა გამომგონებელი. ეს არის მისი შემოქმედება.
ამიტომ ვნებების მორჩილება ეს არის ეშმაკების მორჩილება. ნებისმიერი სახის შრომა, რომელიც ემსახურება ვნებების გამართლებას, შეფუთვას ან გაღმერთებას, განისჯება როგორც ეშმაკთა მადიდებელი საქმიანობა. თუ პოეტის სიამაყეს დაარქმევს ღირსებას, ამითი ავადმყოფობა ჯანმრთელობად არ გადაიქცევა. თუ ვიღაცა ბილწი მხატვარი შიშველ ქალს დახატავს და სილამაზეს დაარქმევს, ეს არ ნიშნავს, რომ სიძვის ეშმაკი გაკეთილშობილდება. პატერიკებში აღწერილია, როგორ ხედავდნენ ხოლმე სიძვის ეშმაკებს მამები. ბერები იჯდნენ და საუბრობდნენ. სანამ სათნოებებზე საუბრობდნენო, ანგელოზები იქვე ახლოს იყვნენ. როცაო ცოდვაზე დაიწყეს საუბარიო, ანგელოზები წავიდნენ და მოვიდნენ სიბინძურეში ამოსვლილი ღორები, ანუ ეშმაკები და დაიწყეს მათ სამოსთან ხახუნი და თავის სიბინძურესო ამ ბერებს ტანსაცმელზე უსვავდნენ. და ამ სულების ლეგალიზებით არიან ხოლმე დაკავებული ვნებათა ლეგალიზატორები. რომ ცოდვა ლამაზია, თვალწარმტაცია და სიხარული მოაქვსო. ამ დროს მახინჯია და მოაქვს სიკვდილი. ხელოვნებას აქვს პრეტენზია, რომ ემსახურება სიყვარულს, მაგრამ ეს სინამდვილეში არის უდიდესი სიძულვილი. ადამიანს ცოდვა ასწავლო, მადლი დააკარგინო და მადლის დაკარგვით დააკარგინო სასუფეველი. იყვნენ ხელოვნების მოღვაწეები და ღმერთს ადიდებდნენ. ვნებათა განმადიდებლები, ღვთისმსახურები არ არიან. თუ თქვენ მიდრეკილი ხართ ოცნებებში ცხოვრებისკენ, გიყვართ ლექსები, პოემები, თეატრალური წარმოდგენები, ტირი ხართ სერიალებზე და ასე შემდეგ. ჩაატარეთ ექსპერიმენტი. აიღეთ პატარა ლოცვანი და თუნდაც 5-10 წუთით წაიკითხეთ. მაშინვე იგრძნობთ, რომ რაღაც სხვა ენერგია შემოვა თქვენ სულში და როგორ დაიწყებს გაგრილებას გონება. როგორც სიცხის დროს, სიცხის დამწევი რომ მიიღოთ და ტემპერატურა დაეცეს. წესით ხელოვნება ღმერთს უნდა ადიდებდეს, რადგან ღვთისგან მიიღო თავისი არსებობა და უნდა ემსახურებოდეს ადამიანების ღმერთთან დაბრუნების საქმეს, მათი ცხოვნების საქმეს. რომ ღმერთი კარგია, ეშმაკი ცუდი. ანტიხელოვნება კი დაკავებულია ბოროტების შეფუთით, შელამაზებით, გამართლებით და გაღმერთებით. ამითი ის ძალიან გავს ვითომ ქრისტიანულ რელიგიებს, სადაც ნერვული ეგზალტაციები და კვნეს აღფრთოვანებები მიიჩნევა როგორც მადლის მოქმედება. ვნებები არის სიმები ეშმაკის გიტარაზე. ვნებებზე თამაშით ის ცოდილთა სულებზე თამაშობს, თავის გიტარაზე უკრავს. და ვინც ღმერთთან არ არის, ვინც არ იცის მადლი როგორია, რა მოქმედება აქვს, რას გრძნობს ადამიანი მადლმოსილებისას. ის უნდა თუ არ უნდა, ბოროტი მწყემსის სამწყსოში იქნება. ემოციებით მოტყუება ეს არის ყველაზე ვერაგი მოტყუება, რადგან აზრებს რაღაცა კონკრეტიკა მაინც აქვთ და გონიერი ადამიანი დააფიქსირებს ცრუ აზრებთა შორის შეუსაბამობას. გრძნობები და ემოციები კი ბურუშია გახვეული და მათი იდენტიფიკაცია ძალიან რთულია. ვნებების გამოცხადება სათნოებებად. ეს გადაიქცა თანამედროვე ხელოვნების მოღვაწეების ძირითად საქმედ. მერე რა თუ სცემა, მოკლა ან მოიპარა, სუფთა გულით მოქმედებდა, გულმა ასე უთხრა და ამოიკნესებენ ხოლმე. და ეს არის შეშლილობა. ტყუპი ძმები, ანტიფსიქოლოგია და ანტიხელოვნება. მათ შეშალეს კაცობრიობა, დააშორეს ღმერთსაც და რეალობასაც და ღრუბლებში აჭინავებენ ადამიანებს ვარდისფერი პონით. მხოლოდ სახარების მორჩილება, მხოლოდ ღვთისმცნებების მორჩილება ანთავისუფლებს ადამიანს ამ შეშლილობისაგან. ღმერთო გაგახაროთ.